კლასელი და მეზობელი შეიძლება ძალიან გიყვარდეს და ეს ბუნებრივი არის, მაგრამ კლასელს და მეზობელს შენ ხვდები შემთხვევითობის პრინციპით. ანუ იმიტომ კი არ შეხვდით მოხვდით ერთ კლასში რომ რაღაც საერთო ინტერესები გაქვთ, არამედ შემთხვევით ეგრე მოხდა უბრალოდ რაც ერთ უბანში ცხოვრობდით ან რაღაცა მშობლებს ეს სკოლა მოეწონათ და ასე შემდეგ. ეგ არის პრინციპული განსხვავება სოციალური და საგამანათლებლო სივრცეების ალტერნატიული სივრცეების საჭიროება, რომ იქ ადამიანები ხვდებიან და შემდგომ აგრძელებენ ურთიერთობას რაღაცაზე მუშაობას საერთო ინტერესების და ღირებულებებიდან გამომდინარე. ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეგ იყო, რომ ადამიანები ვერ ხვდებოდნენ ეგრე ერთმანეთს და ამ თავის ეგრეთ წოდებულ ბაბლებს ვერ ხვდებოდნენ, ანუ რაც სანათესაო, რაც მეზობლები, რაც უბანი და ასე შემდეგ. აი, მანდიდან გასვლა და რომ შეიძლება ადამიანს სადაც სხვა ქალაქიდან იყოს, ან შეიძლება ისე ჩვენ ერთმანეთსაც ვერ შეხვედრილი ყავით, მაგრამ ორივეს გვაინტერესებს, არ ვიცი, პირველი რესპუბლიკა, ორივეს გვაინტერესებს რა სამეცნიერო ფანტასტიკა და ასე შემდეგ და ამით ვიპოვეთ ერთმანეთს და შემდგომ გავაგზავნეთ ურთიერთობა, მეგობრობა და ერთად რაღაც კეთება დავიწყეთ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ქსოვილი, რომელიც სჭირდება საზოგადოებას განვითარებისთვის. აი ამის არსებობაზე და ამის განვითარებაზე არის ლაპარაკი და ჩვენ დიდწილად ამისთვის ვიბრძვით.